შეეხება გირაოს, რომელიც არავინ არ იცის რატომ არის დაკისრებული, ისე როგორც ბევრი რამ ჯერჯერობით პასუხ გაუცემელი ამ ქვეყანაში, მაგრამ აუცილებლად გაეცემა ადრე ვიდრე გვიან კონკრეტულ კითხვაზე პასუხი მეც და ჩვენს მეგობრებს უახლოეს პერიოდში, ანუ იმ სწორ პერიოდში გვექნება, როდესაც ამისი დრო დადგება. ხო 30 დღით ადრე ამაზე საუბარი ბევრი მიზეზის გამო არ სურს. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მაქვს მიღებული, ისევე როგორც ძალიან ბევრ ჩვენს მეგობრს და აქ არ ვარ მე ერთადერთი, ვისაც მსგავსი აბსურდული ასე თანხა დაეკისრა, ხო? რა ნაბიჯიც იქნება ბრძოლისათვის ყველაზე ეფექტური, იმ ნაბიჯს გადავდგავთ. ეხლა ციხეში მე პატიმრების მშობლებს, ოდესაც შევხვდი რამდენიმე კვირის წინ, რაღაცა საუბარმა მოიტანა და ვთქვი ასეთი ფრაზა და ხაც გავიმეორებ რა. ეხლა პოლიტიკოსისთვის დღეს ციხეში ყოფნა პუპუნება. პუპუნებარი წამოკოტრიალდი იქ, არანაირი ვალდებულება არ გაქვს და მეგობრები გარეთ იბრძვიან და შენ უბრალოდ მოკრებული ხარ, ეს ძიმია ნამდვილად ოჯახის სითბოსაც და შენს თანამებრძოლებსაც, მაგრამ ეხლა თუ კი გაქვს შენ იმისი განცდა, რომ გარეთ ყოფნით შეგიძლია მეტი ზიანი მიაყენო ხელისუფლებას, ხო? რეჟიმს, არა და დრო ძალიან ცოტა გვაქვს. მე ვფიქრობ, აი აქედან გამომდინარე არის მსჯელობა საჭირო და გადაწყვეტილებაც აქედან მივიღე. არ მიფიქრია, კიდევ ერთხელ გადაიხდი თუ არა, არ ჩამოყალიბებულ ხარ. პირდაპირ გეუბნებით, ეს იმას არ ნიშნავს. ინდივიდუალური ყველაფერი, ციხეში ყოფნა პუპუნებარი. ვარ ნამყოფი და არ ვიცოდი. იქ კარები რო მოგვიკეტეს, მე პირადად ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, ხა არ ვიცოდი, ხა 2 დღეში მივხვდი, რომ პრობლემა არ არის. წლებიც გავძლებდი, მაგრამ ეხა მიზანი და ამოცანა რომელიც გვაქვს ამ ქვეყანაში ცვლილებები და ამ ცვლილებებმა მე უნდა შეიძინოს პოზიტიური შინაარსი და უბრალოდ ერთი დამარცხდეს და მეორე გამარჯვებულად გამოცხადდეს, ეს ხომ არ გვინდა არა, მაგრამ თანხმდებით რომ ივანიშვილის რეჟიმი არის დასამაცებელი, მიზანი და ამოცანა არის უცვლელი. ამ მიზან და ამოცანას რა ნაბიჯიც ასე მოუხდება და რა ნაბიჯის გადადგმასაც გადავწყვეტ მეც და ნიკა გვარამიას და სხვაებიც ზურაც, იმ ნაბიჯს გადავდგავ. ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართ, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ არ ამგონია რომ ეხლა 30 დღით ადრე, ეხლა ივანიშვილის მონმორჩილებაში ყოფ ადამიანებს ცხადად უნდა უთხრა, რას გავაკეთებთ ეხლა ჩვენ. მაგრამ ყველა ნაბიჯი მოემსახურება ივანიშვილის კრიზისში შეყვანას და ქვეყნის კრიზისში მაშინ უნდა და მაინც შეიძლება გირაო გადაიხადოთ, ხო და დავიშალეთ. აუ ზინგა თქვენ თქვით რომ შეიძლება გარეთ გადავიხადე ის 50000 ლარი თქვენ უნდა მას ესხოთ. მე უნდა გასესხოთ? კი, ამიტომ უშემატკივრად მაგდროს ვერაფრით ვერ